გამარჯობა. გამარჯობა. როგორ გძანდებით? კეთილი იყოს ჩემი ფეხი კიდევ ერთხელ თქვენს მუზეუმში. ძალიან გამეხარდა თქვენი მოსვლა. რამდენი წელია რაც ხელმძღვანელობთ მუზეუმს? მე-10 წელი დაიწყო უკვე 2007 წლიდან მუშაობ მე ამ მუზეუმში. ყველაფერი აბსოლუტურად მთელი ინფრასტრუქტურა გაკეთდა. აღდგა ძალიან დიდი რაოდენობის ექსპონატები. ანუ რესტავრაცია გაუკეთა ძველი. რესტავრაცია გაუკეთა იმას, რაც ჩვენ დაგვხვდა აქ მუზეუმში. ყველა ის ატრიბუტი, რაც თქვა სახლისთვის, ოჯახისთვის, კომფორტისთვის არის საჭირო, აქ ჩვენ თვლით რომ შემოტანილია და ინსტრუმენტი. ალექსანდრე იყო პირველი ქართველი, ვინც ჩამოიტანა საქართველოში ფორტეპიანო. და აი აქ ამ სახლში დაიწყო აი ესეთი კულტურის დამკვიდრება, როგორიც არის სალონური მუსიკის კონცერტები. ეს არის სალონი, დიდი სალონი, რომელშიც ასე ვთქვათ, ხდებოდა ძალიან დიდი შეკრებები, იყო აქ ძალიან დიდი დღესასწაულებიც, იყო ფიქრიც, იყო განცდაც, იყო დარდიც ჩვეულებრივი, ოჯახი 27 ოთახის რაოდენობით იყო ეს სასახლე. ეხლა უკვე უფრო მომცრო არის, იმიტომ რომ ძალიან ბევრი პრობლემა გადაიტანა ამ სასახლემ და დღესდღეობით არის 7 ოთახი. აი ეს ოთახიც მცირე სალონი, რომელიც სწორედ იმ კონცეფციას ეხმაურება, რომელზეც მე პირველ სალონში ვილაპარაკე, თუ როგორ იყო განლაგებული სახლი ევროპულად, თუ როგორ იშლებოდა სუფრები, თუ თქვათ როგორი ტიპის სერვიზები, ჭურჭელი იყო ამ სახლში, ეს ყველაფერი რა თქმა უნდა მეტყველებს იმაზე, რომ ევროპული კულტურა ძალიან შემოსული იყო ამ ოჯახში. ეს გახლავთ ოჯახის საძინებელი. აი აქ თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ის ინსტრუმენტი, რომელიც გრიბოედოვმა აჩუქანინოს, ეს არის პიანინო. სამეცადინო ოთახია, ხო? მუსიკის. ეს სავარძელი, რომელიც ფრანგულ კულტურაში არის ვიზავი, ასე ქვია, თუმცა საქართველოში მას ეძახიან სიყვარული სავარძელს, ნინოსთან არის დაკავშირებული და გრიბოედოვის სიყვარულთან. ნუ ეხლა როგორც ლეგენდა გვეუბნება, ეს ნამდვილად არ ვიცი, ნამდვილად ესე იყო თუ არა, მაგრამ აი აქ ისხდნენ ეს ორი ადამიანი და ერთმანეთს ელაპარაკებოდნენ. ეს გახლავთ ჩვენი მუზეუმის პატარა და ბოლო ოთახი, რომელსაც ქვია პატარა სამზარეულო. საოჯახო სამზარეულო. უბრალოდ სასადილო უფრო არის, მე ვფიქრობ, ვიდრე სამზარეულო. აქ არის რაღაც გარკვეული ჭურჭელი, რომელიც შემონახული არის ამ ოჯახიდან, ძალიან ძვირფასი ჭურჭელია, ლიმოჟი, საქსი, ვილეროი და ბოხი, კუზნეცოვი. ამ ოჯახში იკრებებოდა ძალიან დიდი რაოდენობის სტუმარი. მაგალითად, წყაროებიდან ცნობილია, რომ 70 კაცი იშლებოდა ყოველდღე სუფრა. და ესეც ცნობილია, რომ იმის გარდა რომ თქვა ქართული არაჩვეულებრივი კერძები მზადდებოდა და იკვლევოდა ძალიან დიდი რაოდენობის, ასე ვთქვათ, საქონელი. ასევე ცნობილია, რომ ძალიან ბევრი აზიური და ძალიან ბევრი ევროპული კერძებიც მზადდებოდა ამ სასახლეში. იყო ეს ადგილი, რომელიც სადაც პირველად ხდებოდა დაგემოვნება ამა თუ იმ ევროპული თუ აზიური კერძების. ალექსანდრე ჭავჭავაძემ თავის ცხოვრების წესებში დანერგა ყველა ის საინტერესო მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, ამოწყება, რომელიც მე კულტურად იქცა საქართველოში. ეს იყო დავუშვათ მუსიკასთან დაკავშირებული, პოეზიასთან, სალონურ ცხოვრებასთან, თუ თუნდაც აი თქვათ, ესეც ხო ძალიან დიდი კულტურაა რა სამზარეულო. რა თქმა უნდა და რამდენად შემორჩა ეს ყველაფერი დღევანდელობას? ეხლა ვნახოთ უკვე ჩვენს ცხოვრებაში როგორ არის ეს ყველაფერი. ჩვენ წინანდლის ულამაზესი მუზეუმიდან უკვე ულამაზეს ბაღში გადმოვინაცვლეთ ქალბატონ ლეილასთან ერთად. სამზარეულო, პატარა სამზარეულო მოვაწყოთ ამ ბაღში. და თქვენთან ესეთი კითხვა მაქვს. დღეს ვამზადებთ ფლავს. კი, ფლავს. ფლავი ასე ტრადიციულ კახურ კერძად არ ითვლება, მაგრამ მოისაზრება, მაგრამ უკვე თანამედროვე. კი, და მგონია რომ აქ ძალიან თემატურია, იმიტომ რომ ამ მუზეუმში მხოლოდ ქართულ კერძებს არ ამზადებდნენ, ევროპული კერძებით შემოიტანა ჭავჭავაძეების ოჯახმა კახეთში. და რაღაცნაირად ეხმაურება ამ ყველაფერს, ხო? თქვენი ფლავი. და თქვენ მითხარით, რომ უგემრიელესი ფლავია და ძალიან მოსწონთ. ძალიან, კი. ძალიან. ჩვენ ხარშავთ ბრინჯს პირველ ეტაპზე, ხარშავთ გრძელი ბრინჯი უნდა იყოს აუცილებლად, ხარშავთ 15 წუთს. შემდეგ ვავლებთ წყალს, ვათავსებთ შემდეგ ქვაფში. აი ასეთ მომრეობით. ერთად უნდა მოუყაროს თავი? კი, ასე. და ვათავსებთ ისევ დაბალ ცეცხლზე 15 წუთის განმავლობაში. ეს ბრინჯი მოხარშული ბრინჯი და ამას ვამატებთ მერე ცედრას, ფორთოხლის ცედრას. დავამატოთ, ხო? დავამატოთ, ცოტა დავამატოთ.
კიდე რა უნდა დავამატოთ თქვენ რომ ინგრედიენტები ჩამოგვითვალოთ ხალბატონ ლეილა აქ ვამატებთ მხოლოდ ცედრას ფორთოხლის ამას დავადგავთ ცეცხლზე და მერე ვიწყებთ თავის გაკეთებას რომლითაც უნდა და რა ჭირდება თვითონ შიგ ამას ჭირდება კარაქი, საერთოდ კეთდება 1 კილო ბრინჯი და ამის პარალელურად, ისე იგი ვათავსებთ 250 გრამ კარაქს, მერე ვამატებთ იმას თაფლს. ვამატებთ შემდეგ ქიშმიშს, თაფლი დაახლოებით რამდენი? თაფლი დაახლოებით 100 გრამი, პატარა ჭიქით. მერე ვამატებთ ნიგოს აი ეს როგორც საგოზინაყეთ ვჭრით, აი ესე გამზადებულს, თხლად დაჭრილს. და ვამატებთ ქიშმიშს. აი ქიშმიში რომ დაიბერება უკვე. ამ თაფლში და ერბოლში. ეს უნდა მოითუშოს, ხო? კი, ამას ვადგავთ ისე ამასაც ცეცხლზე. და უკვე ქიშმიში რომ დაიბერება, ეს არის უკვე გამზადებული. კი, ეს ჩვენ ახლა გამზადებული გვაქვს. დამატებული აქვს ჩირიც. აჰა, ესე იგი ეს ჩირი ნიგოზი, ქიშმიში, თაფლი და კარაქი. ეს არის კი ერთად გაკეთებული და შემდეგ რაც მეტი სახეობის მურაბა გვექნება, სასურველია იყოს. ეს არის სამოთხის ვაშლი, ეს არის ამისთვის ძალიან სასურველი მურაბა და კიდევ შეიძლება დავამატოთ კურკოვანი გარგარით შეგვიძლია ვიხმაროთ, შეგვიძლია ბლის მურაბაც სასწაულად უხდება. თეთრი ბლის. კი, თეთრი ბლის მურაბა და შემდეგ ვამზადებთ რაიმე ლამას ჭურჭელზე და გამოვიდა. კი, სანამ აქამდე მივალთ, ჩვენ შეგვიძლია ახლა შევაერთოთ, ხო? კი, ახლა გავამზადოთ. კი, ამაში ვამატებთ კიდევ ვანილსაც და ვიწყებთ უკვე ფლავის გამზადებას. კარგით, მურაბა გვაქვს. გამზადებული გვაქვს. შიგთავსი გვაქვს და ახლა რას ვაკეთებთ? ახლა ვაკეთებთ წამოვიღებთ ამ გამზადებულ უკვე მოთუშულ ბრინჯს. ერთი წუთით. ჩვენ ამ ბრინჯს და შიგთავს არ ვაერთებთ ერთად. ეს გამიკვირდა. ის ხო უკვე მოთუშულია. ხო, როგორც წესი ერთად. ის არის მოთუშული, ესეც გამზადებული. აჰა. ბრინჯი. ახლა ძალიან ბევრი რაღაც დავდოთ, რომ არ გვინდა ბევრი. კი, აი ესე. ამას მივცეთ აი ეს სასურველი ფორმა. აი ასე. ეხლა ვამატებთ ამ გამზადებულ გულს ეს აი ესე. ეს თაფლი ხომ არის შიგნით, ის თაფლს გაიწოვს ახლა ის ბრინჯი. აჰა, ერთმანეთშიც არ უურებთ, უბრალოდ არა, მე რო გადაიღე, ეს ხო გავა ახლა ეს თაფლი. ეს ნიგოზი. ეს ყველაფერი. კრუგზე ის გარგარი, ნუ ახლა ჩვენ არაჩვეულებრივი მურაბა გვაქვს, ვაში, სამოთხის ვაში. ეს აუცილებლად ჭირდება. და ამას მე ყოველ წელიწადს ვაკეთებ და სპეციალურად მაქვს ამ ფლავისთვის, კი. და ვინც მოდის ხოლმე ელოდება ამ ფლავს ჩემს ოჯახში სხვათა შორის. აი ესე. ესეც დავაყაროთ. დავაყაროთ, ახლა გარშემოც და მზად არის. ანუ ამ ფლავს უფრო მარტივი რეცეპტი ქონია, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ მე მახსოვს ის კომშიტა ის უნდა მოითუშოს ცალკე, კი. დიდი ხანი მერე გამო. არა, ამას არა. ეს უფრო მარტივი და ძალიან გემრიელი. ძალიან გემრიელი. დავამატოთ ეს ცოტაც კიდევ რომ. აი ესე. რადგან აი ეს. კარგი, მოდი გავსინჯოთ ახლა და ვნახავთ. როგორია? აი ეს. გემრიელია, ხო? არაჩვეულებრივი. ეს ხრამუნათხილი როგორ უხდება? ძალიან უხდება. კი. დიდი მადლობა, ხალბატონო ლეილა, მე მგონი მოეწონება მაყურებელს ეს რეცეპტი. კიდე გეწვევით მალე ამ უამაზეს გარემოში და წარმატებები თქვენს და აქაურობასაც. დიდი მადლობა ჩვენს მადლობა მობრძანებისთვის. მუზეუმის დათვალიერების შემდეგ მე უნდა შევხვდე ადამიანს, რომელიც მრავალი წელია მუშაობს აი ამ მუზეუმში. ეს გახლავთ ცნობილი შემსრულებელი კახური სიმღერის ანსამბლის სოლისტი დათო გაგანაშვილი.
დათო როგორ ხარ? აბა გიორგი, როგორ ახართ? კარგად. ესე იგი, შობა, სახალხო. შენაირად ჩოხა მე მგონი არავის არ უხდება. მადლობა. გავისეირნოთ წინანდლის ბაღში და ვისაუბროთ, ხო? დათო, ესე იგი, ანსამბლი წინანდალი იცის ყველამ. ისიც ყველამ იცის, რომ ხარ ფანტასტიკური შესრულებელი კახური სიმღერის. ცოტა ზედმეტი ხო? წინვალე მეორე ხმა, ნამდვილად ასია და ვინც წინანდალი იცის, მანავცოთ იცის, დათო გაგანაშვილი. ეხლა შენ უნდა მოგვასმენინო ახალგაზრდები და სხვადასხვა თაობის ადამიანები უბრალოდ, რომელიც არის არსებული ეს ანსამბლი ურმული, ხო ესეა? ახალგაზრდა თაობა მოდის. აჰა. და ეხლა როდემდე ვიმღერებ ჩვენ ეხლა ასაკიანი ხალხი და ამიტომ აქტიურად შევსება იქნება ეს ანსამბლი წინანდალისა. ჩამოვიარე წინ წყარო შეყვარებული ხალხურ სიმღერაზე, ფოლკლორზე, ეს ტრადიციებიდანაც მოდის ოჯახური ტრადიციებიდან. მე ასევე ვიცი, რომ არა მარტო წინანდლელები არიან, არამედ არიან თელაველები, ახმედიდანაც დადიან. ხო. თელაური
და აი სხვა სოფლებიდან კი თვითონ ამ ბიჭებმა მომცეს ეს სტიმული რაღაც აი შემართება რომ არა უნდა დავდგე და გავაკეთო. რადგან ჩვენ ჭავჭავაძეების ასე ვთქვათ მამულებში ვართ, შენ 2004 წლიდან მუშაობა აქვს, ხო? 2004 წლიდან კი. და ძალიან ბევრი სტუმარი გაგისტუმრებია, ძალიან ბევრი გიმღერია. აქ, უამრავი. ძალიან დიდი სახელით და პრესტიჟით არის რომ იმუშაო ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში და თანაც აი ესეთ ულამაზეს სალკოჩი. 25 თვესა კოკა, ყველა მიცის რომ წინანდაში ჩერდება სასტუმრო რედისონი, ხო? რომელიც იქნება ერთგვარი განსაკუთრებული ხიბლი მომავარში წინანდლისა, ხო ასეა? ასეა, რედისონ წინანდალი იქნება პირველი საერთაშორისო ქსელის სასტუმრო კახეთში. დიდი იმედია რომ ახალ სიცოცხლეს შეძენს წინანდლის ისტორიულ მამულს ეს სასტუმრო. 120 ნომერი იქნება ღია და დაკეტილი დარბაზები. გადახურული მუსიკისთვის. საკონცერტო დარბაზები, ხო? ძალიან კარგია. იქნება ასევე ბიბლიოთეკა, ღვინის სადეგუსტაციოები და ეს ახალი შენობა, რომელშიც იქნება ნომრები, ბუნებრივად გადაებმება იმ ძველ ისტორიულ კომპლექსს. ტურისტებისთვის გახდება უფრო მიმზიდველი აქ დარჩენა, ყოფნა დროის გატარება. 2018 წელს ველით რომ დასრულდება მშენებლობა და უკვე სულ სხვანაირად დავხვდებით ხოლმე აქ ჩამოსულ სტუმრებს.
წინანდალში ჩემ მოგზაურობის სასასრულს მოვინახულე წინანდლის ისტორიული ვენახები და ღვინის ქარხანა, რომელიც მოშორებულია რამოდენიმე კილომეტრით ჭავჭავაძეების სახლ-მუზეუმიდან. უნდა ვესაუბრო წინანდლის ვენახების მარკეტინგის ხელმძღვანელს ლუკა ჯუღელს. გამარჯობა ლუკა. ეთილი იყოს თქვენი ფეხი. დიდი მადლობა. ეს საფერავი. მითხარით თუ შეიძლება თქვენი აი ამ არაჩვეულებრივი ქარხნის შესახებ. ქარხანა დაარსდა 2013 წელს, არის აღჭურვილი ევროპული უმაღლესი ტექნოლოგიების. გაგვაჩნია ბურგუნდიული კასრები, რომელშიც საფერავს ვაზრელებს კომპანია. ეს ის საფერავია ზუსტად, ხო? ზუსტად ის საფერავი არის. აგრეთვე ჩვენი ავზები გვაქვს, სადაც ფერმენტაცია ყურძნის. ასევე ამ ქარხანაში ჩვენ ვდარჩუნებთ პრინც ალექსანდრე ჭავჭავაძის ტრადიციას, რომ კონდეს როგორც ევროპული სტანდარტის წარმოება კასრებში, ასევე ქვევრში. ქვევრის ასე ვთქვათ ტრადიციას არ იკარგება თქვენთან. დიახ, რა თქმა უნდა. ჩვენი ორგანიზაცია არის პროცესში წინანდლის ისტორიული ვენახების აღდგენის. ქვედა ფერდობზე გვაქვს ჩვენ გაშენებული ბიოვენახი, რომელიც დაახლოებით 3 წელიწადში მოისხობს. თავის ნაყოფს მოგცემს, ხო? გარდა ამისა, ეს ტერიტორია არის ძალიან საინტერესო ტურისტებისთვისაც, ხო? დიახ. იმიტომ რომ ამ ტერიტორიაზე არის ძალიან საინტერესო ეთნოგრაფიული სახლი. მას შემდეგ, რაც მოხდა მუზეუმის აღდგენა, ყველანაირი პირობა არის იმისთვის შექმნილი, რომ ტურისტები ყვაყოფილები წავიდნენ აქ. მე ვიცი, რომ ჩვენი მომღერლები, ანსამბლ ურმულის წევრები ხა გველოდებიან სწორედ ამ ეთნოგრაფიულ სახლში. და წავიდეთ და შეუერთდეთ, ხო? გაუმარჯოს საქართველოს, გაუმარჯოს კახეთს და გაუმარჯოს წინანდალს. გაუმარჯოს. მიწაწყალს გაუმარჯოს, სადაც მოდის ეს უნიკალური არაჩვეულებრივი ურძელი.
ხო, კაციტელი, მწვანე, ისინი რაც აიქ, ხო, რომელსაც მე ეს საოცარი სითხე ყენდება. გაუმარჯოს. მადლიანი სიტყვა, მადლიანი ქართულ სიმღერას გაუმარჯოს. მადლიანი. სიმღერას გაუმარჯოს. კახეთს გაუმარჯოს წინანდლიდან დანახულს და მთლიანად საქართველოს. გაუმარჯოს. აი ამ მადლიან მიწას გაუმარჯოს. გაუმარჯოს. ამინ. სრემლების გვირგვინი ბერკოქტაი გიზემ ქარაჯა შუქრუ ოზილდე